იმან არ არის გამორიცხული, რომ თავის საგვარეულო წყევლაც იტვირთა და ყველა განწმინდა. ამის შემდეგ ის განწმენდილი საგვარეულოა და ესეა. და ჩვენ სულიერი თვალით რომ შევხედავთ მე სიბრძნეს აღმოვაჩენთ და ბევრ სულის ხსნას და თუ მატერიალურად შევხედავთ დავრჩებით მატერიაში და ისი აღმოვჩნდებით ჯოჯოხეთში ვერც გავიგებთ რაც ეს დემონს უნდა მაგრამ წეღანაც მე იმ დღესაც ავთქვი რომ ორი ძახილია რადიოსავით ერთი არის ეშმაკის ძახილი მეორე არის ანგელოზის ძახილი აი ვინმე რო გაგვაბრაზებს უცბად და დავჭდებით და როგორ გაგვიბედა როგორ გვაკადრა ჩვენ ამის შვილს ამ საგვარეულო შვილს და მე რაღაცა თითქოს გამშვიდებს კაი დამშვიდი დაითმინე მორჩა გაგახსენებს ბავშვობასაც გაგახსენებს დედის სიყვარულს გაგახსენებს ახლობლის სიყვარულს გაგახსენებს და ეს არის ანგელოზისა და ეშმაკის დემონის ხმა და ზოგს აქ დემონის ხმა რადიოსავით უფრო აწეული და ანგელოზის ხმა ჩაწეული აქვს ზოგს ანგელოზის ხმა აწეული და ეშმაკის ხმა ცოტა დაწეული აქვს კახურად რო აქვს კახურად აქვს